მოგესალმებით, ჩემო კარგებო. პირველ რიგში მადლობას გიხდით ყველას აქტიურობისთვის და ყველანაირი დადებითი კომენტარისთვის, რასაც თქვენ წერთ. საახალწლოდ იქნება გარკვეული ფასდაკლებები პირად კონსულტაციაზე. გარკვეულ პერიოდამდე და ამაზე ცალკე დავდები ინფორმაციას, ვისაც გსურთ, ესე ვთქვათ, შედარებით დაბალ ფასში შეგიძლიათ მობრძანდეთ ამ პერიოდში. ამაზე ცალკე კიდევ მოგაწოდებთ ინფორმაციას. დღევანდელ ვიდეოში კი ვნახოთ, ესე ვთქვათ, ამ პერიოდში რა, დეკემბრის ბოლომდე, სანამ ახალი წელი დადგება, როგორ განვითარდება მოვლენები ზოგადად, რა გელოდებათ ამ პერიოდში და რა ეტაპს გადიხართ, საერთოდ ეს ვნახოთ. გვაქვს ორი ვარიანტი, პირველი, მეორე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ, რომელიც უფრო ახლოს იქნება თქვენთან ენერგეტიკულად და ვნახოთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, მეორე ცოტა ხნით გადავდოთ და პირველი ვარიანტისთვის რა გელოდებათ დეკემბრის ბოლომდე, რას გვეტყვის ტარო, რა გელოდებათ დეკემბრის ბოლომდე. ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, რა გელოდებათ დეკემბრის ბოლომდე. ნახეთ როგორ რაღაცა არის. აქ ვიღაცას ძალიან დიდი იმედგაცრუება შეიძლება ჰქონდა და გაორება, უფრო ვიტყოდი პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება ესე ითქვას, აქ კონკრეტულ ან მამაკაცის ენერგიები მოდის, ძალიან ასეთი რა, მძაფრად მომდის რაღაცას კაცის ენერგია და ჩანს რომ შესაძლოა აქ ადამიანი იყო ძალიან ცივი თქვენს მიმართ, რაღაც ისეთი მომენტები ჰქონდათ, რომ აგული დაგწყდათ, ან რაღაც მოხდა თქვენ შორის. შესაძლოა ახლა რაღაც მხრივ გაორებული ხართ, გაურკვევლობაში ხართ და ამ თვის ბოლომდე, რაც ჩანს არის ის, რომ ადამიანი, ასე ვთქვათ, გამოჩნდება, დაბრუნება შეიძლება იყოს, ან კონკრეტული ნაბიჯი ადამიანის მხრიდან, ვისთან შეიძლება რაღაც ცოტა რთული მომენტები გქონდათ და თავარი აქ ის მომენტი არის, რომ რაღაც ძალიან გაგახარებთ ამ ადამიანის მხრიდან. ვიტყოდი, რომ შეიძლება ამ ადამიანმა ბოდიშიც მოიხადოს რაღაცაზე, რაღაცა ისეთი გითხრათ, ან ისეთი რაღაც აღიაროს, რაც თქვათ აქამდე არ უთქვამს თქვენთვის და ეს ძალიან გაგახარებთ რა, ესე ვიტყოდი. ნახეთ კიდევ როგორი თემა არის, აქ თითქოს თქვენ იღებთ იმას, რასაც ყველა ვარიანტში იმსახურებთ, რისი ფიქრი და მოლოდინის თქვენ ახლა გააქვთ, ესეთი რაღაც ჩანს. და ამასთან ერთად არის ის, რომ გარკვეული, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად შესაძლოა ადამიანი ძალიან ჯიუტობდა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და არ დგავდა კონკრეტულად იმ ნაბიჯს, რაც საჭირო იყო. ამიტომ აქ გეტყოდით, რომ იცვლება ეს სიტუაცია, იმიტომ რომ რაღაცნაირად სამყარო ერთვება თითქოს რა, მიხვდებით, რომ რაღაც ესე ვთქვათ, თქვენ სიტუაციაში და რაღაც კონკრეტულ თემაში ერთგვარად სამყარო ჩაერია რა, რაღაც ეს სამართლიანობის კანონი, რაც არის ზოგადად და რაც შინაგანად თვლით, რომ თქვენ სამართლიანად გეკუთვნით, ან რაღაც ეს უსამართლობის განცდა გქონდათ, ეს ყველა ვარიანტში მიდის. აქ ახლა არ არის მაინც და მაინც ის, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი, ან მაინც და მაინც რაღაც ურთიერთობას უნდა ეხებოდეს. შეიძლება ძმა იყოს, შეიძლება ბიძაშვილი იყოს, ანუ ნებისმიერი მამაკაცი რა თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება მამა, შეიძლება, რა ვიცი, სამსახურში იყოს ვინმე, ანუ ნებისმიერი რაღაც ამ ხრივ. მოდით აბა კიდევ დავამატოთ, რას გვეტყვის ტარო, რა გელოდებათ დეკემბრის ბოლომდე. ძალიან საინტერესოა. იცით რა არის, აქ თუ
ვინმე ისეთ თემაში ხართ, რომ ან სამკუთხედი გააქვთ, ან რაიმე ისეთი მომენტი, რომ არ ვიცი, ჯერ ერთი ფრთხილად იყავით, რომ ძალიან დაუკვირდით, ესე ვთქვათ, ან სამკუთხედში არ ჩაებათ და არ მოტყუდეთ კონკრეტული ადამიანის მხრიდან, ან თუ ვთქვათ უკვე გააქვთ რაღაც ესეთი მომენტი, რომ ან სამკუთხედში ხართ, ან რაღაც გავლენები არის, ახლა ისეთი პერიოდი გიდგათ, რომ აი უკვე, ესე ვთქვათ, მოკლედ თქვენს თავზე აკეთებს არჩევანს რა, ესე ვიტყოდი და რაღაც ძალიან ნეგატიური, ტოქსიკური სიტუაციიდან გამოდიხართ. შეიძლება აქ იყოს სამკუთხედი, რაღაც გავლენები იყოს და ვთქვათ, აი ადამიანი, რომელიც არჩევანს ვერ აკეთებდა, გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, რაღაც ურთიერთობაში ეს ტოქსიკური თემები გქონდათ. აქ ვიტყოდი, რომ ან თქვენ ისე დადგებით, რომ ამ სიტუაციაში ყოველ შემთხვევაში აღარ იქნებით. უბრალოდ აი იცით როგორი თემა არის, რომ აი თითქოს თქვენი დაფასება არის რა, აი დაფასდებით იმ მხრივ, რომ აი შეიძლება თქვენზეც გააკეთონ არჩევანი რა, ცოტა ისეთი თემა არის, მაგრამ აი შეიძლება მიხვდეს კონკრეტული პიროვნება, რომ აი თქვენ ხართ მისთვის ძვირფასი და რაღაც ეს მესამე ფაქტორები რაც შეიძლება იყოს, აი ჩამოიშოროს რა რაღაც სიტუაციები, რაც ტოქსიკურია და თქვენს ურთიერთობას ხელს უშლის. ასევე ფინანსურად საკმაოდ კარგი პერიოდი გიჩანთ, შეიძლება რაღაცა ძალიან გაგიხარდეთ კიდევაც, გამოდიხართ რაღაც რთული მომენტებიდან თუ ფინანსების კუთხით მიმოვიხილავთ და კარიერული კუთხით. და ერთი მომენტი არის, ახლა ყველასთვის ეს არ იქნება, მაგრამ რაღაც საიდუმლო შეიძლება გაიგოთ კონკრეტულ ადამიანზე, მის ცხოვრებაზე. აქ ფრთხილად იყავით, მაინც აი თუ ესეთი თემა არ გაქვთ და რაიმე, ესე ვთქვათ, ან სამკუთხედი, ან რაღაც გავლენები არ არის თქვენს პირადში, მაშინ ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ არის რაღაც შანსები აქ, რომ ან მოტყუდეთ, ან რაღაცა ესე ვთქვათ, საიდუმლო გაიგოთ ამ მხრივ და იყავით, ესე ვთქვათ, მზად ამ ყველაფრისთვის. აი ამას მიჩვენებს. მოდით ახლა ვნახოთ რჩევის სახით, ვთქვათ, რა მოვა თქვენთვის. რა რჩევა აქვს თქვენთვის სამყაროს. ვნახოთ ორაკულიდან. რჩევა სამყაროსგან. ხო, ანუ ნახეთ, მესიჯი ის არის, რომ არ დაგავიწყდეთ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ რეალურად რა, რაღაც სიტუაციებს ნუაყვებით, ან რაღაც ხვების გავლენებს, თქვენ თვითონ შეაფასეთ რეალურად თქვენი თავი, ვინ ხართ, როგორი ადამიანი ხართ და აი ძალიან სწორად უნდა იმოქმედოთ რა ამ პერიოდში. და სწორედ მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება. აი ნახეთ, აქ ისეთი ენერგიებიც არის, რომ რაღაც სიტუაციებში თითქოს აი წინ უნდა გაიხედოთ რა, აი ისე შეაფასოთ სიტუაცია, რომ აი მომავალსაც გახედოთ და არა მხოლოდ რაღაც აწყო მდგომარეობას. ამიტომ აქედან გამომდინარე ვიტყოდი, რომ როცა მზად იქნებით, მაშინ იმოქმედეთ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში რა, ეს არის თითქოს თქვენთვის რჩევა. მოკლედ ეს იყო პირველი ვარიანტისთვის. გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, თქვენთვის რა იქნება, ესე ვთქვათ, რა გელოდებათ დეკემბრის თვის ბოლომდე, ნუ აქაც ხლების დედოფალი ამოვიდა, ძალიან ისეთი ენერგიებია, საინტერესო. შეიძლება ვინმეზე ნაწყენი ხართ, გაბრაზებული ხართ, ან უბრალოდ ისეთ ენერგიებში ხართ ახლა, რომ აი რაღაც ძალიან ლოგიკურად და გონებით უდგებით ყველაფერს რა, რაღაცა სენტიმენტებით, ესეთი მომენტები თითქოს არ გექნებათ რა, აი დიდად რო, აი რაღაცნაირად თითქოს ლოგიკას ჩართავთ ყველაფერში რა, რაღაც ესეთი თემა ჩანს თქვენი მხრიდან. აბა ვნახოთ, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაც მოგიწევთ. აი ამასაც ვიტყოდი და ესეთი ენერგიაც მოდის. მოდით აბა, როგორ განვითარდება თქვენთვის ეს პერიოდი. აქ რაღაც სამართლიანად გადაწყდება, თქვენ დაამტკიცებთ თქვენს სიმართლეს, აი ესე გეტყოდით, კონკრეტულ სიტუაციაში მიიღებთ შედეგს, ანუ სამართლიან შედეგს. თითქოს იცით როგორი თემა არის, ახლა აქ თუ რაიმეს, ასე ვთქვათ,
ნუ წინსვლა ჩანს რა ერთგვარი და დაბალანსება რაღაც სიტუაციის, სამართლიანობის მოპოვება რაღაც სიტუაციაში. შეიძლება ცოტა გაიწელა ეს თემა, რაღაც ესეთი მომენტები გაქვთ, რომ რაღაცებზე ნერვიულობთ, განიცდით რაღაც საკითხს, მაგრამ აქამდე ვთქვათ რაღაცას ძალიან ემოციურად თუ დგებოდით და ესეთი მომენტი გქონდათ, რომ ემოციები გმართავდათ, ახლა ისე იქნებით, რომ აქეთ მართავთ ყველაფერს და აქეთ მართავს თქვენს ემოციებს და თქვენს ცხოვრებას და ერთგვარად რაღაც ძალიან კარგი ენერგიებში გადადიხართ, რაც ზოგადად დაგეხმარებათ იმაში, რომ რაღაცა ესე ვთქვათ ახლიდან დაიწყოთ და მოაგვაროთ თქვენი არსებული პრობლემები. წინსვლა არის კი აქ ყველა ვარიანტში რაღაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, აბა მოდით ვნახოთ კიდევ. შეიძლება რამის სწავლაც დაიწყოთ, არ არის გამორიცხული. რაღაც სიტუაციას ტოვებთ, მინდა გითხრათ, რაღაც საიძულო სიტუაციას. ბევრად უფრო დამოუკიდებელი ხდებით რა. თუ რაიმე ფინანსებს ელოდებით, შემოვა ეს ფინანსები აუცილებლად და ნახეთ როგორი თემა არის, შეიძლება რაღაც ახალი სამსახურით დაიწყოთ, ახალ ეტაპზე გადახვიდეთ კარიერული და სამსახურეობრივი თვალსაზრისით. ენერგიას რომელსაც ბევრს ჩადებთ, ეხლა მე აქ ვერ ვხედავ, რომ ადვილად ხდება რაღაც, მაგრამ შედეგი ძალიან კარგი გექნებათ რა. ესე ვიტყოდი, შედეგი გექნებათ ყველა ვარიანტში ძალიან დადებითი და ეს ყველაფერი რაღაც ამ მატერიალურ და ზოგადად ცხოვრებისეულ დამოუკიდებლობას მოგიტანთ, რაღაც დამოუკიდებლობა შემოდის უფრო მეტი რა, ესე ვიტყოდი აქედან გამომდინარე. ხო, ის არის, ოღონდ რაღაც სიტუაციას ტოვებთ ამავდროულად რა, ის რაც უკვე აღარ გჭირდებათ. აქ ზუსტად ეს არის, რაღაცას წერტილს უსვამთ რა, ნებისმიერ რამე შეიძლება იყოს ეს. მაგრამ უფრო ალბათ შეიძლება კარიერის მხრივ, ესე ვიტყოდი. ეხლა რაშიც ახლა რთული მომენტები გაქვთ რა, ამაზე იქნება. თქვენ უფრო კარგად იცით ახლა თქვენი სიტუაცია, ხო? აქ იცით რა არის, რაღაცას შეიძლება გეშინოდათ რა, რაღაც გარკვეული შიშები გქონდათ და ვერ გამოდიოდით გარკვეული რაღაც კომფორტის ზონიდან, მაგრამ მოგიწევთ რა, რაღაც თქვენ შიშებზე რომ გაიმარჯვოთ და გაიმარჯვებთ კიდევაც, ესე ვიტყოდი და ძალიან კარგი ენერგიები შემოვა საბოლოო ჯამში. იმპერატრიცას არკანი გვაქვს დასწესათავში, ბევრი ცვლილებები იქნება, მაგრამ ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ და დადებითად იმოქმედებს თქვენზე, ესე შემიძლია გითხრათ. ხო, მოკლედ ვიტყოდი, რომ კარგი ენერგიებია რა, იმ მხრივ, რომ კარიერული მხრივ, ფინანსური თვალსაზრისით ძალიან კარგ ეტაპზე გადახვალთ რა, ესე ვიტყოდი და დაფასებაც გექნებათ და რეალურად დაგინახავენ და დაგაფასებენ რა, ნებისმიერ საქმეში და სიტუაციაში. უბრალოდ რაღაცა გარკვეული კომფორტის ზონიდან გამოსვლაც მოგიწევთ ამ ყველაფრის გამო. ესეც გაითვალისწინეთ. მოდით ავარჩევის სახით რას გვეტყვის ტარო, ესეც ვნახოთ. რას გირჩევთ? რჩევა სამყაროსგან თქვენთვის. მეორე ვარიანტი ვინც აირჩიეთ. რჩევა სამყაროსგან. ნახეთ. მეტი სიყვარული უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში რა, ამავდროულად რა, თქვენი გული უნდა გახსნათ და მზად იყავით ბევრად უფრო მეტი დადებითისთვის, ბევრად უფრო მეტი სიხარულისთვის თქვენ ცხოვრებაში. ეს არკანიც მინდა რომ გაჩვენოთ. ეს ენერგია რაც არის ის, რომ დრო არის რომ რაღაცები გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და მოემზადოთ ცვლილებებისთვის, მოემზადოთ ბევრად უფრო კარგისთვის, რაც თქვენ ცხოვრებაში ახლა შემოდის და იცოდეთ რომ ესე ვთქვათ, დადებითი ემოციებით, რაღაც დაბალანსებით თქვენი ამ გრძნობების და გონების ძალიან დადებითი და კარგ შედეგებს მიიღებს საბოლოოდ და სწორედ ეს ჩანს აქ, რაც ამოდის მეორე ვარიანტის შემთხვევაში. მოკლედ ეს არის შემოკარგება, წარმატებას გისურვებთ, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. სიტუაციიდან გამომდინარე ხარ რთულია რომ ცოტა ესე ვთქვათ საზეიმო განწყობა გქონდეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა, ესე ვთქვათ, ჩვენი წილი, სიმშვიდე და ჩვენი წილი რაღაც ეს დადებითი შემოვიტანოთ ცხოვრებაში, ხო, ჩვენს თავზე ვიმუშაოთ და იმაზე, რომ სივრცე შევქმნათ ისეთი, სადაც
არ იქნება არც კონფლიქტი, არც გაუგებრობა და არც რაიმე ნეგატიური და ცუდი. ყველას სიმშვიდეს გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერი, რა ვიცი, დადებიც. და ყველაფერი იცოდეთ, რომ ყოველთვის იწყება ჩვენი თავიდან, ანუ ჩვენ თუ ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე და ჩვენს ემოციებზე და იმაზე, რომ არ გვინდოდეს რაიმე ნეგატიური, რაიმე ცუდი ვინმესთვის. მოკლედ ეს დადებითი ენერგიები და ზოგადად სიყვარულის ენერგია რაც არის და ეს მიმღებლობა ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. და ყველა, ესე ვთქვათ, საკუთარ თავზე რო იმუშაოს, რეალურად ესეთი რაღაცები არ მოხდება, ხო? ამიტომ თავარი არის პიროვნული ჩვენი განვითარება. მე საუკეთესოს გისურვებთ ყველას, მოკლედ, ამით გემშვიდობებით და სხვა საინტერესო ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ აუცილებლად დროებით.